რა ეტაპზეა ახლა პროტესტი თქვენი შეფასებით არის თუ არა ეს საკმარისი იმისათვის რომ რეჟიმმა იგრძნოს წნეხი და საბოლოო ჯამში წავიდეს დათმობაზე გიორგი თქვენგან დავიწყოთ. კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი არ ვიცი აი თქვენი წინასწარმარი რატომ იყო ეგრეთ დაჯერებულად და მშვიდად კვირა არ გავარო ახალგაზრდა არ დაიჭირონ აბსოლუტურად ნულოვანი მტკიცებულებები ჩეკერილი საქმეებით ბოლოს დაიჭირეს აგერო თესეუელები გამოუშვეს ორ დღეში მანამდე დაიჭირეს 2 დღის წინ ჩაწერილი მუხლი დაიჭირეს ირაკლის კურსელი ნიკოლოს კუტუბიძე რომელსაც 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება მართლა კვირა არ გავა და ბოლოც არ უჩანს ამ ყველაფერს ხო ჩვენ რომ გავდიოდით, როცა ჩვენ ახალგაზრდები გამოვედით ქუჩაში და დავიწყეთ ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც ხელისუფლება შეცვლილი იყო, ვიაზრებდით, რომ უნდა ხელისუფლებაში მოსულიყო ოპოზიცია, რათა ქვეყანა დაბრუნებოდა რელსებს. არა იმიტომ, რომ ძალიან გულზე გვეხატებოდა ეს ოპოზიცია, ან სიტყვაზე აღფრთოვანებული ვიყავით მათით, არამედ იმიტომ, რომ ასე ჭირდებოდა, რადგან აღარასდროს საქართველოში აღარ უნდა გადაეწყვიტა ერთ ადამიანს და ერთ პარტიას რაღაცეები. სწორედ ეს იყო კოალიციური მთავრობის იდეა, ხო? ჩვენ ახლა ვხედავთ იმის ფონზე, რომ ქალბატონი მზია 29 დღეა უკვე შიმშილობს. ხალხი შიმშილობს, რავი, არ დამითვლია პირადად მე, მაგრამ 10-მდე ადამიანი შიმშილობს. რამდენიმე ათეული ადამიანი დაჭერილი არის და ემუქრება ციხე, ხო, ჩემს თანაუნივერსიტეტებს, ვიაცეცხლაძეს პირველ კურსელ სტუდენტს 9 წლამდე ემუქრება, ხო, ციხე და ვინმე არის გამოჩნდება ქვეყანაში, აი ვინმე ისეთ ვინც იტყვის, რომ აი ამათ ამ ხელისუფლების პირობებში მათ სამართლიანი სასამართლო ეგირსებათ? არა, რა თქმა უნდა და თუ იტყვის სულელია ჩვეულებრივი. და ანუ რა ვქნათ, აი წინასწარმარმა რო თქვა რომ ისა თუ ვერ გავიმარჯვეთო წავალო უცხოეთში თავში საფარს მივიღებთო ვინც არ მივდივართ არსა და აღჩებით. ან ის ხალხი ვინც უკვე ვეღარ წავა, იმიტომ რომ ციხეშია, იმათმა რა ქნას, ანუ იმათ რა შვებით, ანუ ტოვებთ იქამდე სანამ ესენი არ შეიცვლებიან ან რაღაცა აბსურდის სასამართლო სანამ არ მიუსჯის საჯეს და არ მოიხდიან, ტოვებთ მათ მარწუხებში. და ეს იმიტომ მოვაყოლეს პოლიტიკურ პარტიებზე ჭრილშვა ძალიან გაუბრაზდი როცა გავიგე რომ ტიპებს ერთმანეთთან დაჯდომა და ლაპარაკიც აღარ უნდათ უკვე ანუ როგორ აპირებდნენ მაშინ რომ ისა კოალიციურად ემართათ სახელმწიფო და ერთმანეთის შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებები მიიღოთ. ანუ მაგას როგორ აპირებდნენ თუ ელემენტარულად ერთმანეთთან დასხდომა და ლაპარაკი არ შეუძლიათ. ამ კუთხით ანუ რასაც ვაკვირდები, უკვე პროტესტს ჭირდება რაღაცა მეტი რაღაცა ჭირდება, ვიდრე Facebook-ზე პოსტები არის ამ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რომ იცი რა თქვენთან ერთად, რანაირად არიან ჩვენთან ერთად, ახალგაზრდები ზიანს ციხეში ყველაზე მეტი და უმეტესწილად ეგენი გარეთ არიან, ხო? ხო და ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოსცადა უკვე ეს რეჟიმის რასაც ქვია სახე თავის ტყავზე და უკვე აღარ არის იმის ფუფუნება რომ იცი რა თუ ვერ გავიმარჯვეთ თუ ვერ გაიმარჯვე ანუ ის ბავშვი 9 წელი ციხეში იჯდეს ეგრე გამოვიდა ეგრე უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი ამიტომ მოუწოდებ აქედან სულ თუ ვინმეს რამე შეუძლია გაცდრენ ცოტა Facebook პოსტებს და რაღაცა იმ ირონიას რომ თითქოს ვაიმე ხელისუფლება პანიკაში არის და აგონიაში და პანიკაში კი არა ძალიან მშვიდად და წყნარად არის იმიტომ რომ სანამ ესეთი არაფრის მაქნისი ოპოზიცია მეორე მხარზე რომელსაც ერთმანეთთან დასხდომა და ლაპარაკი არ შეუძლია ერთ მაკიდასთან იქამდე ყოველთვის მასა იქნება რეჟიმიც და ხელისუფლება პოზიციასაც მოვისმენთ აი რო გავაგრძელოთ გიორგის საუბარ დისკუსია რას ელოდებით თქვენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ახლა. დიახ, ნუ საბოლოო აი სიტუაციას რო შევხედოთ, სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე რა, ნუ აქციები მიდის, პროტესტი მიდის, რაც განუყოფელი ნაწილია იმისი, რომ რეჟიმი მოირყეს, მაგრამ მეორე ნაწილია გიორგიმ უკვე აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციური ერთობა, რაც არჩევნებამდე იყო, რომ თითქოს ერთი ხაზით მიდიოდნენ გამარჯვებისაკენ, რაც სამწუხაროდ გაყალბებებისა და манипуляციების გამო ვერ მოხდა, უნდა გაგრძელდეს შემდგომშიც, იმიტომ რომ თუ როგორც გიორგიმ თქვა, აპირებდნენ ერთად ქვეყნის მართვას, ერთად უნდა გეგმა შეემუშაონ თუ როგორ შეიძლება იმ ხელისუფლების თუმცა ისინი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობენ აქვს საერთო განცხადებები კონსულტაციები მათ შორის ეს საკმარისი არ არის თქვენი აზრით. საკმარისი რა თქმა უნდა არის იმიტომ რომ როგორც უკვე ითქვა აქ ეს კონსულტაციები ლაპარაკი პოსტები საუბარი საკმარისი არის რაღაცა ერთიანი ქმედითი ხაზი უნდა შეიქმნას მაგალითად აი რამდენიმე დღის წინ იმ სამ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუწყვეტეს მანდატები მაგრამ გახარიას პარტიას აღარ მიმართული არ ჰქონდა არ შეუწყვეტეს ანუ ეს განსხვავებები თეორიული თვალსაზრისით შემდგომ უკვე საზოგადოებაზეც იწვევს რაღაცა ეფექტს, იმიტომ რომ ამორჩეველი უყურებს რომ რომელიღაცა კონკრეტული სამი ოპოზიციური პარტია უარი თქვა მანდატებზე და შეუწყდა დაფინანსებას და მანდატებს და ერთი რჩება, იმის მიუხედავად რაც არ უნდა ძლიერი არგუმენტები მოვიყვანოს იმ მხარე, საუჯამში საზოგადოება მაინც იბნებოდა.
ამ ოპოზიციურ პარტიამ უნდა მოახერხონ რაღაცა ერთიანი ხაზი შექმნან ამ პოლიტიკური პროცესებისა და მნიშვნელოვანია რომ აი ერთიანი განცხადებები კი თითქოს კეთდება, მაგრამ ზოგან ერთი არ მიდის, მეორე არ მიდის, აი გუშინ თქვენს ერთ-ერთ გადაცემას უყურებდი რომ ერთს ეკითხებიან რომ აი ლიდერები არ მიდიან, ვიღაცა სხვა მიდის. ნუ ჩვენთან ის რაც არ უნდა ვისაუბროთ თითქოს ოპოზიციურ პარტიებში დემოკრატია არის, ნუ მაინც ლიდერის ფუნქციები განუზომელია და როცა ლიდერია ასე ვთქვათ, საკუთარ პოზიციას გამოხატავს და უერთდება განცხადებას, ნუ მისი პოლიტიკური წონა უფრო დიდი და საზოგადოებაც უფრო იზიარებს ამას. ამიტომ მგონია, რომ ეს ლიდერები უნდა იყვნენ წინა პლანზე, აი რამდენი ოპოზიციური პოლიტიკოსი დაიჭირეს და გამოუშვეს ყველანი დეპუტატები იყვნენ უმრავლესობა და რაღაც ერთიანი უნდა მოხდეს და შეეხება ამ პროტესტის გამრავალფეროვნებას მარტო პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მაინც მგონია რომ სამი ძირითადი ის არის, რაც რეჟიმს ურტყავს. პირველ ეს არის ეს შიდა პროცესი, ეს აქციები, რაც ძალიან მაგარია და ნუ რეჟიმს უწევს რესურსები მაინც გამოყოს მინიმუმ ეს რაც არის და ექნება რა თქმა უნდა დისკომფორტი. მეორე ეს არის საგარეო წნეხი და ნუ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს მიმართ მართლაც გამიზნულად საზოგადოების მხარეს არის და ეწინააღმდეგება ამ რეჟიმს, რაც იმით გამოიხატება, რომ არც ერთ რაღაც ცალსახად დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ უღიარებია ეს რეჟიმი. და მესამე ის არის რომ ჩვენ ვხედავთ რომ სისტემაზე ნელა მიმდინარეობს რაღაც ჩინაგანი დარტყმები რა ზოგმა თანამდებობა დატოვა ზოგმა სამსახური დატოვა ზოგი კი გააგდეს მაგრამ როცა ადამიანი მის რაღაცა სამსახურს ტოვებს ეს იმას ნიშნავს რომ არიზიარებს იმათ აზრებს შეიძლება თითქოს ბოლო პროცესი ეკუდის მოქნება და უნდათ რომ მომდევნო პოლიტიკურ პროცესს გადაურჩნენ მაგრამ ეგეც კარგი არის თუ კომფორტის ზონიდან გამოვლენ და რეჟიმის ჩამოშორდებიან ჩვენ მხარეს ეს გარკვეულ პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს და ეს სამი კომპონენტი მნიშვნელოვანია ეს შიდა პროცესი გარე დარტყმები თვითონ სისტემური ჩამოშლა, მაგრამ ამას ჭირდება ხელშეწყობა, ანუ ის აქციები და ვამბობთ ეს პარტიული აქციები არ არის ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ფაქტია რომ პარტიულზე მეტად ამ საზოგადოებრივ პროცესებმა პროტესტმა უფრო დიდი შედეგი დადო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკურ პარტიებმა შექმნან პოლიტიკური დღის წესი, ანუ რაღაც აი მაგალითად აი გუშინ რაღაცა შექმნეს არაოპოზიციურ პარტიამ, არამედ სამოქალაქო საზოგადოებამ რაღაც საერთო სახალხო რაღაცა გაერთიანა და ეგ შეიძლება სიმბოლურ დატვირთვა ქონდეს და არანაირ პოლიტიკურ შინაარსს არ შეეძინოს, მაგრამ რაღაც ეს სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაცა უნდა გააკეთონ, გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ როგორც რაღაცა დეიურე პარლამენტმა ამ დე-ფაქტო პარლამენტის მიღმა რაღაცა პოლიტიკური პროცესი უნდა შეიქმნას, რაღაც ალტერნატივა უნდა არსებობდეს. თუმცა ამ ფონზე გიორგი თქვენ კითხავთ ფაქტია რომ რეჟიმი იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ის დათმობაზე არ მოდის, უფრო მეტიც არ ჩანს პასიური, იღებს რეპრესიულ კანონებს, ჯის მოქალაქეებს, გუშინ მაგალითად რუსთაველის გამზირი, როდესაც გადაკეტილი იყო, იქ რეჟიმმა მოაბილიზა დაკავების მანქანები, ასევე ნიღბიანები, ფაქტია რომ არნაირი ნაბიჯი უკან, არც ერთი დათმობა ჩვენ მათი მხრიდან ვერ ვხედავ, თუმცა შესაძლოა ამ გამკაცრებული ჯარიმების ფონზე, რეპრესიული პოლიტიკის ფონზე მოქალაქემ რაღაცნაირად დაშინდეს მოქალაქე ქუჩაში ვერ გამოვიდეს და ამის შემდეგ რა გაქვთ თქვენ სათქმელი ამ ადამიანების მიმართ და როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი მიდის ერთ მიზნამდე, რომ ქვეყანამ უნდა დაიწყოს წინსვლა, განვითარება და შენება, ხო? ამათ ხელში ეს ქვეყანა არ გონია აშენდეს, იმიტომ რომ საქართველოს გადაქცეული არის, აი რო იტყვიან მართლა რუსულ ჟარგონზე შემოვარ, ბიზინა ივანიშვილის ზავიძენიად რა, იმიტომ რომ აი წარმოუდგენელი არის ხოლმე რაც ხდება, აი იმ დღეს რო უყურე, ანუ შეუძლებელი აქ ისაუბრო რაღაც დალაგებულად და დავარცხნათ, როდესაც უყურებ, რომ გედედე შეფი პირდაპირ, იმასაც აღარ ერიდება უკვე რომ კამერები არის, წიხს ურტყავს ადამიანს სახეში. ამ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ თუ არ დაიწყებენ ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის, საბოლოო ჯამში აღარავინ დარჩება მათ დასაცავად და ის რომ ჩვენ გერბზე გვაწერია, რომ ჩვენი ძალა ერთიანობაში არის და ერთობაში არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ზურგს გაგვიმაგრებს, ვინმე თუ არ გაგვიმაგრებს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთისადმი სოლიდარული და ეს სოლიდარობა მეტად უფრო ხმაურიანია, ვიდრე მათი რეჟიმის მარწუხები და საბოლოო ჯამში უნდა ვიბრძოლოთ და გონია, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს ბრძოლა იქნება ღირსეული ბრძოლა ჩვენი მხრიდან. რეჟიმი არ არის უკან წამსვლელი, ამის თქმა მინდა. წეგანაც მაგიტო რომ უსმენდი უბრალოდ მთელი საუბრის მანძილზე თქვენს წინასწარს მიკვირდა რომ როგორ შეიძლება ეგეთი აი ოპტიმისტური იყო ადამიანი რომ რეჟიმი ჩამოშლის პირას არის კი არა აი кейს გეტყვით უბრალოდ აი ნიკოლოს კუტუპიძეზე 31-ში მიღებული მუხლით დაიჭირეს ბავშვი
გზის გადაკეტვა, მაგისტრალის გადაკეტვა ჯერ სისხლის სამართალში შეიყვანეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტთან ნუსხაში და პლუს ამას, ანუ ჯერ აბსურდული კანონი ჩაწერეს სისხლის სამართალში და მე ამავდროულად ან მაკანონსაც არ არღვევდა, იმიტომ რომ ტროტუარზე იდგა. და ვინმეს თუ იმის ილუზია აქვს, რომ ახლა რეჟიმი ჩამოიშლება, რავი, აი გოც თუ ვინმე უყურებდით, აი დეინერისის ძმას რო ატყუებდნენ, რომ ჩუმად დროშებს კერავენო, ახლაო და როგორც გამოჩნდებით, აი ზუსტად ეგ მახსენდება ხოლმე ამ დაირის საუბრის მაზე. არასდროს არც ერთი გამარჯვება ბრძოლის გარეშე არ მოსულა. თუ არ იბრძოლებ, ვერ გაიმარჯვებ და ბრძოლა ყოველთვის უნდა იყოს ღირსეული. ეს არის რასაც ვეთყოდი ალბათ თქვენს მოკლე რეპლიკისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დრო და დავასრულოთ. დიახ, საბოლოო ჯამში ყველა თან ხვდება, რომ ამ ხელისუფლებას სჭირდება მოცილება. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. მაგრამ განსხვავების არის, რომ როგორ რა მეთოდებით, მაგრამ ჭეშმარიტება არის ერთადერთი ყველა მეთოდით, ანუ ყველაფერი, რაც ჩვენ ხელთა, ერთი მხრივ სამოქალაქო საზოგადოება, მეორე მხრივ პოლიტიკური პარტიები, მესამე მხრივ მედია, ყველამ ერთიანი ძალებით, ჩვენებური მექანიზმებით, რაც შეგვიძლია, მე არ შემიძლია ამ ეტაპზე რომ პოლიტიკური დღესწესრიგი შევქმნი, იმიტომ რომ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოვადგინდა. ყველა მხრივ რაც შეგვიძლია, ჩვენი მაქსიმალური ძალებით უნდა ჩავერთოთ იმაში, რომ ეს პროცესი შეიცვალოს, იმიტომ რომ ავტორიტარიზმი ამ ქვეყანაში არის, მაგრამ აი თითქოს მოკლევადიანია ჯერ და გრძელვადიანი ავტორიტარიზმი არავისთვის არც სისტემის მესეურებისთვის არ იქნება სასარგებლო.